რადიო იმედის სტილის ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობისა საქართველოს, სიამოვნებით მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელს ქვეყანაში და ასევე გვადევნებთ თვალყურს პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ყოველ ორშაბათს გვერდება მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით, რომელსაც სიამოვნებით მივესალმებით დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა დღე კვირა ყველას მინდა გისურვოთ, გაწყობა დადებითი, მიუხედავად ამინდებისა, ხედავთ თქვენ რა უცნაური ამინდებია. და ნაკენა გაუმნარე, ეს მოზეგავლენა სახთეს რას ვქვილია წნევაზე, ადამიანის განწყობაზე და ბევრ სხვა ფაქტორებზე, მაგრამ ამის და მიუხედავად, ჩვენ მაინც უნდა სტაბილურობა, ჰარმონიულობა დავიცვათ და კვირა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც იყო ეს წინა სიტყვაობა, სირთულეები რასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ დღეიდან 3-4 მაქსიმუმ ივნისამდე დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში. ძალიან არა, მაგრამ მაინც გადადის და ეს უკვე საყურადღებოა, რატო? იმიტომ რომ იგი უარყოფით ენერგოველში გადადის, აქ უკვე მატულობს დაძაბულობა, აქ მატულობს ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია, აქ შეიძლება ტრაუმულაურული ტენდენციები გაღვივდეს, მოლაპარაკება ისე არ წავიდეს, როგორც დაუშვათ ადამიანს თავიდანვე ქონდა ეს განზრახული და ასე შემდგომ. და ამიტომ სხვადასხვა სახის სირთულეებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი. ეხლა პირველ რიგში რას მივაქციოთ ყურადღება? 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს. ეს არის 4 შაბათი, 5 შაბათი. შაბათი და კვირა. ესე იგი, ამ დღეებში მით უმეტეს ახლა როცა ესე წნევის ცვალებადობაა, ჩვენ ხედავთ ამას, ხო ჩვენ ჩიტებს ვაგვირდები. ან ძალიან მაღლა დაფრენავენ, ან ძალიან დაბლა. ან საშუალო თითქმის არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან იცვლება ეს წნევა. მზის ქარიშხლებია ახლა საკმაოდ ძლიერი და ამიტომ გაიგეს რა სეზონზე არიან და ხო, მაგრამ რეაგირებენ სწორად, იმის და მიხედვით თუ რა წნევის მდგომარეობაა და მაგრამ ის თქმა მინდა ახლა ეს ჯანმრთელ ადამიანზე ახლა ნაკლებად იმოქმედებს ეს თავისთავად, მაგრამ ვისაც აქვს დარღვეული გულსიზარღვოვანი სისტემა, მოხუცები და შემდგომ მათ უჭირთ. და ამიტომ მათზე ეს მოქმედებს, განწყობაზეც მოქმედებს, წნევაზე მოქმედებს. ამიტომ თუ ამ დღეებში მით უმეტეს იგრძანით, რომ რაღაც დისკომფორტი, განწყობა, რაღაცა ცუდი, თავბრუსხვევები და სხვა სახის ესეთი მოვლენები ჩნდება, თავის ტკივილები, აუცილებლად წნევას პირველში ყურადღება მიაქცია და შესაბამისი პროფილაქტიკა, წამლებით ან ყავის მეშვეობით. რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი უკეთ იგრძნოთ თავი. ეხლა ამასთან ერთად მოდი აღმოჩნდეთ, რომ გვაქვს კიდევ რამდენიმე მშვენი მოვლენა, რომელსაც უნდა განსაკუთრებული ყურადღება. აი მაგალითად, ავიღოთ ხვალინდელი დღე. ხვალ რა ხდება და უკვე დღეს საღამოს თვალსაცემ იქნება ეს. დღეს მაგალითად დღე ცოტა ტრაუმულაურეულია, ცოტა კონფლიქტურია. ხვალ ცოტა რასთან არის დაკავშირებული? მარს პლუტონის დაპირისპირებასთან. ცისკაბადონზე ორი ბოროტი პლანეტა, მარსი და პლუტონი ერთმანეთთან ქმნიან ეგრეთ წოდებულ კვადრატურას, ანუ 90 გრადუსი იქნება. მათ შორის დაპირისპირება ხდება და როცა ეს ორი პლანეტა ერთმანეთს უპირისპირდება, აქვს საომარი მდგომარეობა ერთიორად მატულობს. საომარი შეიძლება იყოს ოჯახში, შეიძლება იყოს პოლიტიკურ სარბიელზე და ასე შემდგომ ყველაფერს ეხება ადამიანში ძლიერდება აგრესია. თვითონ ვერ ხდება რატო არის აგრესიული, რატო აქვს მიდრეკილება ძალადობისადმი. ეს არის პერიოდი ტრაუმულაურეული, ჯანმრთელობასაც უნდა განსაკუთრებული ყურადღება და ვეცადოთ რომ უკვე დღეს საღამოს და ხვალ ფრთხილად გავიაროთ ეს დღეები, იმიტომ რომ აქ ზოგს ჯირითი სურვილი გაუჩნდება საჭესთან, მაღალი სიჩქარით სიარულისა და ეს ტრაუმულაურული ტენდენციებს გამოიწვევს. აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება და რასაკვირველია, ამ პერიოდში არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არ დასახოთ. ცოტა ფრთხილად გავიაროთ და მიაქციეთ ყურადღება ამინდის პროგნოზს. არ არის გამორიცხული, ხვალაც უცებ შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს ამინდი, შესაბამისი სამსახურები უნდა იყოს შესაბამის ასე ვთქვათ, შესაბამისი ყურადღებით. მაგრამ ეს ხვალ ზეგ და ასევე პარასკევს ხარია. აი მით უმეტეს და ამას უნდა ყურადღება, მით უმეტეს და არ გამოვრიცხავ იმას, რომ ზოგიერთ პოლიტიკოს შეიძლება თქვენი ცუდად გადაუბრუნდეს. მით უმეტეს კვირის ბოლოს ჩვენ გველოდება სავსემთვარეობა. ხო, ანუ ჩვენ გვაქვს კვირას სავსემთვარეობა უკვე შაბათს დღის მეორე ნახევრიდან დაანებეთ თავი მნიშვნელოვანი საქმეებს, მოლაპარაკებებს და შემდგომ სირთულეები მოიმატებს და ურთიერთობა დაიძაბება და კვირას გავიაროთ ფრთხილად. იმიტომ კვირას ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა, მზის და მთვარის დაპირისპირება, მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე უპირისპირდებიან ერთმანეთს მზე და მთვარე. მათია საომარი ვითარება რასაკვირველია დედამიწაზე ზეგავლენას ახდენს და მის ცხოვრებლებზე, ამიტომ ამ პერიოდში კვირას განსაკუთრებით ასევე მოიმატებს
მოახერხებს აგრესია. აქაც შეიძლება საქმე და გარჩევის სურვილი კონდეს ზოგიერთს, სულ სწრაფობა მოიმატოს, შეცდომების დაშვების ალბათობა და ასე შემდეგ. ამიტომ მაქსიმალურად შეიკავეთ თავი. ესე იგი დღეს უკვე საღამოს, ხვალ და ასევე შაბათ-კვირას, ხო? რისგან არანაირ პროვოკაციას არ აღვეთ. აქ რაღაცა პრობლემაა და ვიღაცა გთხოვთ რომ მოდი დაჯიკი გავარჩიოთ ახლა საქმე. არა, უთხარით 2 დღის მერე. როცა ეს სიტუაცია გადაივლის, მერე იგივე საკითხი გაცილებით შვიდად გადაწყდება. მაგრამ ამ დღეებში არა. მაქსიმალურად მოერიდეთ სარისკო საქმეებს, ახალი მშვენი გრანდიოზული პროექტების დაწყებას და ასე შემდგომ. ამისთვის ეს დღეები არ ვარგა. განსაკუთრებით შაბათ-კვირას გაუფრთხილდით ღვიძლს, ნავლის ბუსტს, ანუ კვების სისტემა, ასევე ფილტვებს, სასუნთქ სისტემას, ბრონქებს. ეცადეთ რომ უხაერო სივრცეებში ზედმეტად არევოთ, რომ აქ კიდევ ამდაგვარი სახის პრობლემებმა არჩინონ თავი. ეხლა მოდი ამშვიდ კიდევ მშვენ მოვლენას, მაგალითად პარასკევი კარგია მათთვის და ნაწილობრივ შაბათის პირველი ნახევარი, ვისაც უნდა მაგალითად მანქანის ყიდვა გაყიდვა. აი მათთვის ეს პერიოდი საკმაოდ კარგია, ხუთშაბათი კი შეამოწევს თქვენი იდეების რახვების მართებულობას. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, ესე იგი თქვენი იდეა ზრახვა არ იყო სწორი. და თუ გამოვიდა, ესე იგი სწორი იყო და მართებული იყო. აი ეს ტენდენციები ჩვენ გველოდება ამ კვირის განმავლობაში, ამიტომ ამ თვალსაზრისით გავითვალისწინოთ ეს ზოგადი ტენდენციები, რომელზეც კვირის დროს ხდება და რადგან მაინც დედამიწა ორღობთ ენერგოველშია, ვეცადოთ რომ იგი მშვიდად გავიაროთ. ეხლა როცა ასეთ სიტყვას ვამბობ, ზოგიერთს გონია რომ აფი არ უნდა გავაკეთოთ. წამოწვეთ და გავიაროთ ის პერიოდი. არა, ამაზე არ გვაქვს საუბარი, შემოკარგებო. საუბარი იმაზეა, რომ უნდა იმუშაოთ კიდეც, უნდა ისწავლოთ კიდეც, საქმეც უნდა გააკეთოთ და ურთიერთობებს უნდა შეხვიდეთ. და გათვალისწინებით რომ არ ყოფით ენერგოველი ნიშნავს, რომ სხვადასხვა ცნობების, შეცდომების, გარკვეული დაძაბულობის ტენდენცია ცოტა მაღალია. ესე იგი რა უნდა ვქნათ? ცოტა მეტი დიპლომატია, სადაც საჭიროა ცოტა მეტად გავატაროთ, სადაც საჭიროა 7 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის პრინციპით ვიმოქმედოთ. ანუ ვაკონტროლოთ პირველ რიგში საკუთარ ემოციას, იმიტომ რომ აქ ახლა არის კვირა ემოციური ეგზალტაციისა, იმიტომ რომ მარს პლუტონის დაპირისპირება პლუს სავსემთვარეობა მთლიანობაში ადამიანს არღვევინებს ემოციურ კონტროლს. აი ეს არის მთავარი ხიფათი. ემოცია ცოტა დაკარგავს კონტროლს ემოციაზე, ადამიანი მერე უკვე ყველანაირი შეცდომები წინა პლანზე წამოიწევს და ადვილად გამოდის იგი წონასწორობიდან და ვერ იგებს რატო და მოგახსენებათ ნერვული უჯრედები მერე არ აღდგებიან. მედიცინა ამას გვასწავლის და შესაბამისად თქვენ აქ თუ დახარჯეთ ესეთი ნერვული ასე ვთქვათ ენერგია, მერე თავსაც ცუდად იგრძნობ და მერე ამის აღდგენა ფაქტობრივად ვერ მოხერხდება, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის შემდგომ გაუარესებას. ამიტომ ამ ხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათაც დაეტყობათ ეს წყალქვეშა დინებები დედამიწის უარყოფით ენერგოველთან დაკავშირებით, მიუხედავად ზოგიერთისთვის კარგი პერიოდია, მაგრამ ეს წყალქვეშა დინებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ამან ხელი არ შეუშალოს წინსვლას, მაგალითად, ვერძი. პრინციპში რო თქვა, კარგი პერიოდია გვერდს. ჯანზე მოდის ენერგიული, აქტიურია, კომუნიკაბილურია, გონებამახვილია, ლიდერია, ხელმძღვანელია, საკუთარ თავზე სიამოვნებით იღებს პასუხისმგებლობას და შეუძლია მნიშვნელოვანი და გრანდიოზული საქმეებით შეასრულოს, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში რადგან სარგებლობთ პრინციპით ვის გაფრთხილებულია, შეარაღებულია, ესე იგი ვაიარაღებთ ადამიანს იმის მიმართ თუ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი. ამ სასიკეთო ცვლილებებთან ერთად. აი ეს იქნება ზუსტად საყოფაცხოვრებო ოჯახთან დაკავშირებული საკითხები და მოულოდნელი პრობლემები, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. და აქ ცოტა სხვა შორის ეიფორიული მომენტია გვერდს, ბევრი რამ შეიძლება კარგად გამოვიდეს და ცოტა ცაში აფრინდეს, დაიწყოს ფრენა. ანუ მას აკლია კაშკარად ცოტა პრაგმატული აზროვნება. და აი სწორედ ეს საყოფაცხოვრებო პრობლემები უცებ მოახდენენ თქვენს დამიწებას. და უცებ მიხვდებით, რომ საჭიროა ცოტა უფრო პრაგმატული გააზრება და ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება. ანუ თქვენი ფანტაზიები არ უნდა გადადიოდეს ილუზიებში. ამასაც მიაქცევთ ყურადღება. მაშინ კვირა იქნება გაცილებით უკეთესი, იმიტომ რომ მეორე მთლიანობაში იგი კარგია თქვენთვის, მაგრამ აი ამ წყალქვეშა დინებას საყოფაცხოვრებო პრობლემებს უნდა ყურადღება. ამის გამო თუ საკუთარ თავსაც მოუშალეთ ნერვები და თქვენ სიკვდილი ყოფებს, ეს გახდება მხოლოდ კონფლიქტების საბაბი. თუ რა არის ესეთი პრობლემა, გადაწყვეტეთ შვიდად პრაგმატულად. კუროს რაც შეეხება ერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ კუროებს ჭირდება უკვე ცოტა მეტი დასვენება. არ ვამბობ რომ არ უნდა დაიღალოთ, უნდა დაიღალოთ, მაგრამ გადაღლის გარეშე უკვე ამ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ, ცოტა ეკონომ რეჟიმი ჭირდება, ასე ვთქვათ, თქვენს ორგანიზმს და ამასთან ერთად სად არის რაღაც წყალქვეშა დინებები. წყალქვეშა დინებები არის ფინანსებში. ანუ
ამ დროს შეიძლება ადრეული საქმეებიდან, ადრეული ბიზნეს პროექტებიდან გარკვეული თანხები შემოვიდეს, მაგრამ ორი იმდენი გადის აბსოლუტურ უაზრო ხარჯვაში, არასწორ კაპიტალ დამოდებაში, არასწორ ინვესტიციებში, რისი ალბათობა ახლა ძალიან მაღალია. ეხლა შეიძლება თქვენ მიიღოთ მაცდუნებელი წინადადებები, რომ აი მოდი ამაში ჩავდოთ და ნახე რა ფული მოგვივა. არ დაიჭიროთ. აქ ტყუილების ალბათობა არის ძალიან მაღალი ფეიკების. ნუ დაგავიწყებოთ რომ ხა მზე გადის ტყუპების ზოდიაქოს და ტყუპების სამეულში შედის მოთქვარანიშნებისა. ამიტომ ყველაფერი უნდა გადაამოწმოთ. ვინ რას გეტყვით? არა, თქვენთო სანამ არ დარწმუნდებით, მით უმეტეს ფულთან, კაპიტალთან დაკავშირებით, არავით არ კაპიტალ დამოდებებით. თორე აქ შეიძლება ფინანსურად მერე გაგიჭირდეთ, არასტაბილურად იგრძნოთ თავი და კურასთვის ეს კატასტროფის ტოლფასია დამიჯერეთ ფინანსური არასტაბილურობა. დანარჩენი ორი რომელია კიდევ? სამეულში ვინ შედის? პატყვარანიშნებში კირჩხები და თევზები. ამ სამ ნიშანს ხა ეს არ შევს ისინი აუცილებლად იტყუებიან, ხო? წინ ხოლმე როცა ამას ვამბობ, მე უბრალოდ ვამბობ რას, რომ მათ აქვთ გადასარევი უნარი. ესე თუ დაჭირდა ამ სამ ნიშანს ტყუილი, ეს იქნება უმაღლესი არტისტული მონაცემებით, არანახული ფანტაზიით და ძალიან კარგი შესრულებით. წარმოჩენილი, რატო? იმიტომ რომ ეს სამი ნიშანი შედის ტყუილში. იმ ენერგიას კარგად ზნობს. ანუ შედის რამ ტყუილის ზონაში, იგი მერე ძალიან კარგად გამოდის ნატურალურად, მოდი ეს ვთქვათ. ზოგჯერ მერე თვითონ უკვე სხვა, როგორ გამოვიდა. ეს მიდა, აი, ბორე ხა თხისკამ რომ მოინდომოს ტყუილი არ გამოსდის. ნუ იმდენად უხეში, ამ თუ ხასდორისთაც არ ყოფნის ის არტისტული მაზო, ის ტყუილიც არ გამოსდის ისე ნატურალურად, როგორც ამათ. ამ სამს გამოსდის, მაგრამ ეს არ შევსვა უცბად იტყუებიან. ეს არის თუ დაჭერდათ. ხო? ესე ვთქვათ. მოდი ახლა უნიშნოთ სწორად ტყუპები. ტყუპებს საუკეთესო პერიოდი აქვს, იმიტომ რომ ახლა ოქროს ხანა აქვს, მათ მზე მათ ზოდიაქოს ნიშანშია, პლანეტა მერკურიც იქ არის და ამიტომ ძალიან ბევრი რამ გამოუვა. იდეების, პროექტების რეალიზაცია, ქარიზმა, მიზიდულობა, შარმი, არნახული ყურადღების ცენტრში ხდება ადვილად ეს ნიშანი. ამასთან ერთად გონება მახვილია იდეების, პროექტების რეალიზაციისთვის საუკეთესო პერიოდია, პარტნიორული თანამშრომლობა, მეტად ნაყოფიერია, მგზავრობა, მოგზაურობისთვის შეიძლება მოიცალოს ოღონდ. გაითვალისწინეთ, ეხლა შემოკარგებო, რომ თუ მაინც მგზავრობას აპირებს, სავსე მთვარეზე არა, კვირას და ხვალ არა, სამშაბათს. ანუ ეს დღეები ძალიან ტრავმულავარეულია და ძალიან ყურადღებით ვიყოთ ამ თვალსაზრისით. ხოლო თუ კი დაუშვათ სხვა ტენდენციებს გაითვალისწინეთ, ვინმე კარგი და რა არის მთავარი. ეს ნიშანი ამ პერიოდში ხდება ძალიან სამართლიანი. იცავს სამართლიანობას, იცავს სუსტ ადამიანებს და მაქსიმალურად აქვს სურვილი რომ დაეხმაროს ყველას. ნუ ერთის მხრივ ვიტყვით რომ გადასარევია, კარგია, ეს თქვენს ავტორიტეტსაც გაზრდის კი, მაგრამ მეორეს მხრივ, აი ეს ადამიანები მოგეტმასდებიან იმ რაოდენობით, რომ ეცდებიან თქვენი ფინანსური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოწურვას. რის შედეგად ფინანსურად შეიძლება ამ კვირაში დაждდეთ ნულზე. და შესაბამისად ამან ძალიან ესეთი პრობლემური მომენტები შექმნას თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ მას მიაქცევთ ყურადღება. ასე ხარ ამდენ ადამიანს მოუნდება თქვენი ფინანსების გამოყენება. ამ ხრივ ეს არის შევსო ყველას მიმართ უნდა იყოს ასეთ გულმოწყალე და ბოლომდე დაიხარჯოთ. არა ცოტა შეინარჩუნოთ რაღაცები, თორე შეიძლება ძალიან სასწარო იქით მოგიხდეთ მე სხვებისთვის თხოვნით მიმართვა. აი ეს არის მთავარი წყალქვეშადინება. რაც შეეხება ახლა კერჩხებებო, აქ მთავარი თქვენი პრობლემა არის ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან მიმართებაში. აქ დაპირისპირების ტენდენცია გაქვთ მაღალი და ამიტომ ცოტა დიპლომატიურად, ტაქტიანად ვიმოქმედოთ, პასუხისმგებლობის გზნობაც წარმოაჩინეთ. ამასთან ერთად თქვენ შედიხართ ახლა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში დაბადების წინა ზონაში, როცა იმუნიტეტი ყოველდღე თქვენი ეცემა, ამიტომ აღდგენა და ხარჯული ენერგიისა მას სჭირდება მეტი დრო, ცოტა მეტად გამოაძინეთ საკუთარი თავი, რომ ნერვულ სისტემა დაამშვიდოთ, სხვანაირად შეცდომებს ადვილად დაუშვებთ. ეს ის პერიოდი, როდესაც ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები, კონკურენტული ბრძოლა, ეს ყველაფერი ძლიერდება თქვენ საწინააღმდეგოდ. ამიტომ იღავით ყურადღებით, ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეტ ნუილაპარაკებთ, ჯობია უკვე გადახვიდეთ 7 ცხოვრების რიტმზე. არაფერი ახალი სარისკო ცოტა ხანი არ დაიწყოთ. როცა მოვა თქვენი დრო ეს და ახლობით 1-2-3 კვირის შემდეგ მოხდება, აი მე უკვე შეგიძლიათ მაქსიმალურად რეაქტიუროთ, იმიტომ რომ შანსები წარმატებისა თქვენ თონის და მომენტალურად მოიმატებენ. რაც შეეხება ლომის თავარი პრობლემა ამ პერიოდში არის გულაცრუების ელემენტი ერთი, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანმა შეიძლება არ გაამართლოს მისი იდეები, ან რაღაც ღალატს კონდეს ადგილი და შემდგომ და აი ეს გულაცრუება ძალიან ცუდად ემოქმედებს მასზე. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რაღაც სულიერი კრიზისის სიმპტომებიც კი გამოვლინდეს მასში. ამასთან ერთად,
ფულის უყარათო ხარჯვის ტენდენცია მოემატებს და ესე შეიძლება გახდეს ფინანსური არასტაბილურობის მიზეზი. ამ დროს სხვა კუთხით გადასარევი პერიოდი, რომელიც ხელსგობს იდეების რეალიზაცია, საინტერესო პარტნიორულ თანამშრომლობას, ხდებით აქტიური ენერგიული ინიციატივიანი, გემატება ჯანი, შესაძლებლობები ლიდერული თვისებების წარმოჩენის საყურადღების ცენტრში ყველაფერი ეს დადებითი უდაოდ გაქვთ. ამიტომ პერიოდი სულაც არ არის ცუდი, მაგრამ მე ხაზი გავუსვით, ზოგ შეიძლება ხაზის შთაბეჭდილება დარჩეს, რომ აიმდენი ცუდი თქვი, რომ ცუდი არა. ეს არის წყალქვეშადინებები, რითიც დავიწყე საუბარი, რის მიმართ უნდა იყოთ ყურადღებით, რომ ამან ხელი არ შეუშალოს თლიანობაში საკმაოდ კარგ თქვენთვის პერიოდს. აი ეს გაითვალისწინოთ. ქალწულებს რაც შეეხება ქალწულებო, მთავარი თქვენი პრობლემა აქ არის რა? პირველ რიგში კოლეგებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ განსაკუთრებით მანდილოსანი კოლეგები. აი მათი მხრიდან შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის კარცეცხლში, ან მათ შეიძლება მიუტანონ ენაჭორების ფორმით ხელმძღვანელ პირებს თქვენ საწინააღმდეგოდ, რაც დაძაბავს ძალიან ურთიერთობებს. ამიტომ ამის მიმართ ეს არის წყალქვეშადინება. სხვა კუთხით რო გითხრათ, რომ პერიოდის ცუდია, არა, მაგრამ გადასარევიც არ არის. იმიტომ იმუნიტეტი ნელ-ნელა ეცემა, ცოტა უფრო ადვილად იღლებით, შრომის უნარიანობა ნელ-ნელა კლებულობს, განწყობაც ისე რა, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც ეს არ გაცნობთ იმის საშუალებას, რომ ამის გამო ცუდად იყოთ. ეს ისეთი ნიშანია, რომელსაც შეუძლია შრომით, მაღალი პასუხისმგებლობით, ორგანიზებულობით მიაღწიოს ბევრ რამეს ცუდ პერიოდებშიც კი, მაგრამ აი ეს წყალქვეშადინებები, განსაკუთრებული სიფრთხილე კოლეგა მანდილოსნებთან აუცილებელი. აქ ზედმეტს მათთან ვილაპარაკებთ. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნე რაოდენობის ერგოტონუს არუჩივის ეს ნიშანი აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, კონტაქტურია, გონებამახვილია, ბევრი რამ გამოსდის საუკეთესო პერიოდი ამ გზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მათ შორის უცხოელებთან მიმართებაში, მაგრამ სად არის წყალქვეშადინება? წყალქვეშადინება არის ზედმეტ ფინანსურ ხარჯთან, ზედმეტ სულსტრაფობასთან, რაც ხელს უშლის განვითარებას, წინსვლას და ცოტა გულმა ვიწყობის მატებასთან, რის გამოც შეიძლება დაგავიწყდეთ ბილეთი. მიდიხართ სამოგზაურო დაგავიწყდეთ იგივე გასაღებიან დაგავიწყდეთ დაუშვათ საბუთი. აი ასეთი სახის ფაქტორებს მიაქცეთ ყურადღება, რომ ამ წყალქვეშადინებებმა არ გააფუჭონ მთლიანობაში საკმაოდ კარგი თქვენთვის პერიოდი. მორეოს რაც შეეხება არასტაბილურობა საქმეებში, თვალშისაცემი იქნება და ეს იქნება მთავარი ხინჯი ამ პერიოდისა, ამიტომაც გაითვალისწინეთ, რომ თქვენ აქ ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორლეები აზლიერებენ თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებებს, ყველას არ მოწონს თქვენი კარგად ყოფნა წინსვლა, თქვენი ეს ვთქვათ ლიდერული პოზიციები. ამიტომ თქვენ მათი მხრიდან თქვენ საწინააღმდეგო ჭორები, ინტრიგები აგორდები, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. ენას ყველი დააჭირეთ, ზედმეტს ვილაპარაკებთ თქვენი გეგმების შესახებ და ეცადეთ რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სტაბილურობა როგორც სახლში, ასევე სამსახურში. რომ აქ ასე ვთქვათ კალაპოტიდან არ მოვარდეთ ასეთი ზედმეტი ამ ფორმებთან დაკავშირებული ნერვიულობის გამო. შილდოსნებს არაფერი არ აქვს ასე ვთქვათ საპრობლემო, იმიტომ რომ ერთის ხრივ აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, ლიდერია, გონებამახვილია, იდეების რეალიზაცია, პარტნიორული თანამშრომლობა, ბევრი რამ გამოსდის მას და საკმაოდ კარგად, მაგრამ აი სწორედ პარტნიორული თანამშრომლობა უმთავრესი. რატომ? იმიტომ რომ წარმატებული ნიშანია უდავოდ, მაგრამ პარტნიორული თანამშრომლობა, გინდათ ბიზნესი, გინდათ საქმიანი, გინდათ სხვა სახის პარტნიორული ურთიერთობა, თუ არის სტაბილური, თქვენი წინსვლაც იქნება სტაბილური. მაგრამ თუ აქ სიტუაცია აირია, ურთიერთწინააღმდეგობის ფონზე, თქვენც აირევით და უკვე წარმატების ფაქტორი გახდება გაცილებით ნაკლები. აი ეს არის მთავარი წყალქვეშა თქვენი დინება. დღისკაც რაც შეეხება ჯერთი ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ ცოტა მეტად დაისვენეთ, ცოტა მეტად დაიღალეთ, თუნდაც არ გადაიღალოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამასთან ერთად მთავარი წყალქვეშა დინება თქვენი არის რა? ფინანსები და ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან. აი, აქ არის მთავარი პრობლემა. რატო? მათი მხრიდან მოვა თქვენი ფინანსების გადამეტებული ხარჯვის ტენდენცია. ეხლა მოუნდებათ იმის ყიდვა, ამის ყიდვა და ჩავედ ნულზე. და მე ეს გაგიჟებ და ამის შედეგად უკვე ცხადია ხდებით უკვე ნერვიული, გაღიზიანებული და ეს იწვევს ახლობლებთან დაძაბულობას. ანუ ფინანსური ფაქტორი ერთ-ერთი მთავარია და ფინანსური დანაკარგების ტენდენციაც მაღალი. ამიტომ როცა უკვე ფინანსური არასტაბილურობა გამნიშანს, ხდება ძალიან ნევროზული და სტრესული. აი ეს არის მთავარი წყალქვეშადინება. თუ ამ დინებას გვერდსაულით, ეს არის შევსვათ ყველა დღისკაც ცხოვრებაში ეს რამ უნდა მოხდეს. მაგრამ თუ ამას გვერდსაულით, მაშინ კვირა ექნება შედარებით უფრო სტაბილური და ვეცადოთ რომ ასე ვთქვათ დავასტაბილუროთ თქვენი ცხოვრება და განსაკუთრებული ყურადღება მაინც მიაქცეთ ჯანმრთელობას. კუჭნას ლავის ზონა. ანუ სწორი კვება ამ კვირაში ექნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენთვის და რაც მეტად კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებთ კოლეგებთან, ეს თქვენი პროფესიონალური წინსვლის ერთ-ერთი
ერთ-ერთი ფაქტორი იქნება. რაც შეეხება მერწყულს, არ უჩვევის ჯანმრთელობას, პირიქით იზრდება მისი ენერგოტონუსი, უფრო აქტიური, ენერგიული, კონტაქტური, კომუნიკაბელური ხდება, გონებამახვილი, საინტერესო იდეების, პროექტების პერიოდია, მაგრამ თავარი ფაქტორი აქ რა არის? ურთიერთობა შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან. აი, სად არის ძაღლის თავი დამრხული. თუ ეს ურთიერთობა აირია, აირევით თქვენს ფინანსური დანახარჯები გექნებათ სასწაულად ბევრი და რასაკვირველია იდეების რეალიზაციაც გართულდება. მაგრამ თუ ეს სფერო გაქვთ სტაბილური ურთიერთგაგებას პოულობთ სასწავლო პარტნიორებთან, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან ცოტა შეიძლება გაღიზიანება მიჩნიოს თავი, მაგრამ თქვენი ნარჩუნებს სტაბილურობას, დიპლომატიურად შვიდად წყვეთ პრობლემებს მაშინ მინდა გითხრათ რომ იქნებით ზედმეტად წარმატებულიც კი. შეიძლება ფინანსური მდგომარეობაც რადიკალურად გაუმჯობესდეს, იდეებიც ადვილად განხორციელდეს და უფრო მეტი ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს ახალი თანამდებობის წინაშე. სხვა შორის მე მინდა პარტნიორებს ერთი რამ თხოვო, განსაკუთრებით მანდილოსნებს ეხება ეს ამბავი. ქალი ეს არის მატერიალიზატორი თავისი ენერგეტიკით. ამიტომ როცა მამაკაცის გვერდით არის მშვიდი, სტაბილური ქალი, რომელიც ქმნის ჰარმონიულ ურთიერთობებს, პრობლემების და მიუხედავად ეს მომენტალურად ზრდის მამაკაცის ფინანსურ შესაძლებლობებს. აი ეს კარგად დაიმახსოვრეთ. და როგორც კი იგი აურევს ამ ურთიერთობებს, ფინანსურად მამაკაცი ჯდება ნულზე. და ხშირად ვერ ხვდებით რატო, რა არის ამის მიზეზი. ვითომ არაფერი ხო რაღაც წრილმანზე თქვენ შორის დაძაბულობა. კიდევ ერთხელ გიმეორებ განსაკუთრებით მანდილოსნებს ეხება, იმიტომ რადგან ქალი არის მატერიალიზაციის ენერგიის მომტანი, მისი მხრიდან უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული ჰარმონია. თუ უნდა რომ მისი მეორე ნახევარი იყოს ფინანსურად უფრო შემომტანი. ეს კარგად გახსოვდეთ ყველას. ეს სხვა შორის ამას მე იშვიათად ყვები, მაგრამ ეხლა აგერ ბატონო რადიო იმედს აქ ეს ექსკლუზივი ჩემგან. მოეწონა დათოს ეს იდეა ეთქობა. და თევზებს რა შეეხება, თევზებო. მაგათი ხმა არ უნდა გავიგოთ. მამაც ნიშნავს. არა, ხმა უნდა გავიგოთ, უნდა გავიგოთ სიყვარულის ხმა, უნდა გავიგოთ მოფერების რაღაც დადებითი პრობლემა არის, მოდი ცოტა რბილა, ტაქტით, ხო ქალის ფუნქცია ერთ-ერთი მთავარი ეს არის მამაკაცი აგრესორია, მამაკაცი უფრო დამანგრეველია. ქალი არის უფრო აღშენებლური მატერიალიზატორი ენერგიების. ამას ხშირად ვერ გზნობს, იმიტომ ჩვენთან უნდათ რომ ქალი გარდაქმნან მამაკაცად, რომ ისიც იყოს დამანგრეველი. არ არის ეს სწორი. ქალს სხვა ფუნქცია აქვს და უნდა გაიგოს ეს. და რაც შეეხება ახლა თევზების ზოდიაქოს, შემოკარგებო თევზებო, ენერგოტონუსი გეცემოთ, ამიტომ ძალიან გადაიღლებით. ეს ის პერიოდი, რომ შემოქმედებით იკუთხით, საკმაოდ კარგია და ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილიზაცია საოჯახო ურთიერთობებისა ნათესავებთან კავშირისა. აქ არავით არის მემკვიდრეობის საკითხები არ გადაწყვიტოთ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, იქნებით უფრო წარმატებული და გახსოვდით, რომ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან კონფლიქტების ტენდენცია მატლობს. აი მათი მხრიდან პრეტენზიები, ასე შემოი თავარია თქვენ დიპლომატიურად ეცადეთ ესე რბილად მოაგვაროთ ეს საკითხები და არავით არ კონფრონტაციაში არ შეხვიდეთ. მაშინ სხვა მხრივაც იქნებით წარმატებული და პირიქით. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. მოკლედ, ესეთი ექსკლუზივიც გაგვიზიარა ბატონმა მიხეილმა. არ უნდა მოუშალოთ ქალებო კაცებს ნერვები, თუ გინდა ჩემოსავალი მუდმივად გქონდეთ, პირდაპირ ყოფილა თურმე ამაზე. ბაჭოს ეს ეზოთერული თემაა გესმის, მაგრამ მე ეზოთერიკაზე ცოტას ვლაპარაკობ, ბევრმა, ამიტომ არ იცის ამ კუთხით ჩემი ხედვები. ხო, ერთი სარგებელი ის, რომ თავადაც მშვიდად დაწყნათ იქნებით, მინიმუმ მეორე ადამიანის ნერვს არ მოუშლით და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამას თავისი ამონაგები აქვს ფინანსური სახით, ასე ვთქვათ. რომელიც ძალიან გჭირდებათ და გიყვართ. რატო ამბობ რომ ყველა გენიალურ მამაკაც უკან უნდა ყავდეს დიდებული ქალი? ემედო რომ აი ეს არის მისი გენიალურობის ერთ-ერთი წინაპირობა. კეთილი, მოკლედ ამ ფორმატში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ორშაბათს, მანამდე კი შეგიძლიათ რომ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ და გაფრთხილდეთ და შესაბამისად დანიშნულებისამებრ მიაქციოთ ყურადღება იმ ტენდენციებს, რომელსაც ვისაუბრეთ. მადლობა დათმობილი დროისთვის.